ესე ნანატრი ფინალი მოკლედ. ჩვენს ფინალში ერთმანეთს შეერკინებიან ნაიკო ლოლა და თაკო ჯღარკავა. წარმატებები უსურვოთ მათ. მეგობრებო, შეგიძლიათ გაამხნევოთ მონაწილეები? და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს შემოგთავაზებენ ორივე. წარმატებები თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ. თამაში გვექნება 6 მოგებამდე, მეგობრებო, შეგახსენებთ. ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება წინ. ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს GMS-ზე, ასევე მეტროპოლის პულის გვერდზე. და ეხლა მითხრეს, რომ თვითონ ეს ჩვენი სპონსორებიც თურმე დარბაზში ყოფილან და მე ესეთი რაღაცა შევთავაზე, რომ მეთქი თვითონ გადასცენ ეს თავიანთი პრიზები, იქნება ძალიან კარგი. აბსოლუტურად მართალი ხარ, გაგა, მადლობა კიდე ერთხელ მათ. მოხდა გაგორება, რომელშიც გაიმარჯვა ლოლა ნაიკომ და იგი შეასრულა პირველ დარტყმას და ძალიან კარგად დაშალა ძლიერად თუ შეხედავთ. ასევე მოდი კიდე ერთხელ ჩამოვთვლი მე ჩვენს სპონსორებს. აუცილებლად მე რა ვიცი, მადლობის მეტი მათთვის არაფერი არ მეთქვის, არც მარტო მე არა ყველას, გოგოებსაც და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ძალიან კარგია. მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს Discovery Travel Agents, ასევე ProLife Fitness და Spa-ს, კონცეპტ მაღაზია Iulico and Friends, ასევე ტყავის აქსესუარების მაღაზია Termits და ონაიკო ფოტოგრაფის, რა თქმა უნდა. და დავიწყოთ, მოდი, იმედი მაქვს გაგა, რომ ძალიან საინტერესო ფინალის. რა თქმა უნდა. და მე კიდე მადლობა მინდა გადაუხადო ასევე GMS ტელევიზიას, რომლის საშუალებითაც, ანუ უკვე ტელევიზიით გადის უკვე ჩვენი მატჩები და ეს ძალიან მაგარი რამე ხდება. და ასევე ბანი ტივის მინდა მადლობა გადაუხადო აი ამ ყველაფრისთვის, კერძოდ აი ბესო კვარაცხელიას და ასევე ბაკურ ხუნდაძეს, ვისი კლუბშიც ვართ ახლა დღეს, მეტროპოლის, ანუ დირექტორი გახლავთ ეს ადამიანი, არის რეჟისორი, ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნება ყველაფერთან ერთად. და ყველანაირად, ანუ მე კიდე ერთი რამე მინდა დავამატო, რომ ყველა მოთამაშეს ბილიარდში ძალიან მხარში უდგას ეს საბილიარდო და ხელს უწყობს განვითარებაში, რა იგულისხმება ახლა ამაში, რომ ანუ ვარჯიშების საშუალებას აძლევს უფასოდ, წარმოიდგინე რამდენი მოთამაშეა და ესე უფასოდ შეუძლიათ ივარჯიშონ დილის საათებში და აიმაღლონ თავისი კლასი, ასევე გოგოებსაც ცალკე, ბავშვებსაც ცალკე და რა ვიცი, ყველანაირად ხელს უწყობს მოკლედ ბილიარდის განვითარებას. დიდი მადლობა აი ამ ადამიანებს ყველას, ვინ ჩამოთვალე. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ჩვენ მატჩზე და როგორც ვიცი, ეს ჩვენი ფინალი იქნება 6 მოგებამდე და მაყურებელს ასევე მინდა უთხრა, რომ თქვენი ვარაუდები დაწეროთ ანგარიშებთან დაკავშირებით, თუ რა ანგარიში დამთავრდება, რომ საბილიარდო მეტროპოლმა გადმოგცეთ 1 საათიანი უფასო თამაში, სადაც შეგიძლიათ გაერთოთ მეგობრებთან ერთად. მეტროპოლი მდებარეობს ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლის 0 სართულზე, ვინც არ იცით მისამართი, აი გეტყვით და ასევე გვაქვს ბილიარდის შემსწავლელი სკოლა, მე თვითონ ვასწავლი აქ ბილიარდს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, პატარას და დიდს ბილიარდს აქვს, ეგ პლუსი, რომ საერთოდ ასაკი არ აქვს და ამიტომ ყველას გეპატიჟებით, ყველა კატეგორიას, გოგო იქნება თუ ბიჭი, მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ახლა გადავინაცვლოთ, ლევან, მოდი მატჩზე, წეგან გითხრა მაყურებელმა, რომ ძირითადად ისტორიებიაო და ცოტა მატჩზე ლაპარაკეთო და მართალიც არის. მოდი ახლა მივყვევი მე თუ რა ხდება მაგიტაზე. აი ახლა ბურთების განლაგებას რო შევხედე, ძალიან ისე არის, ერთად არის ეს ბურთები, აი როგორც წინა პარტიებში იყო, სასწავლო შუაში რო იყო ყველა ბურთი მიტყუებული, აი დაახლოებით იგივე სიტუაცია და ნუ აქაც მიდის თამაში იმაზე, რომ როგორ გაანთავისუფლონ თავიანთი ბურთები მონაწილეებმა, ეს ჭრელი იქნება თუ მთლიანი, მაგას შეეცდებიან. იმიტომ რომ გაფუჭების ბურთის არ ჩაგდების შემთხვევაში ბევრს არაფერს არ კარგავენ და მოწინააღმდეგესაც არ უტოვებენ ბევრ თამაშის საშუალებას. აი კარგად ჩააგდოთ, აკომ უკანა ტრიალით წაიყვანა, მაგრამ გაყვანის რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ცოტა ისეთ პოზიციაში, მაგრამ აი კუთხეში გადის ეს ბურთი. კუთხეში გადის, მაგრამ ისევ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვარდება. ანუ მარტივ გაგზავნება არ აქვს, აი კარგი ბურთი ჩააგდო და აი იქიდან გამომდინარე, რომ წინა გასვლა არ იყო იდეალური, მაინც შეცდომების დაგროვება მოხდა, რომელიც ძალიან ესეთი ხშირი ფენომენია რვიანის სახეობაში და
წინა დარტყმის სირთულების გამო გაიჭედა თაკო და აღარ აქვს დამთავრება არა და ამ თული პოზიციის და მიუხედავად ბოლოს ყველა ბურთი გადიოდა უზაში და შეიძლება მარტივად ნამდვილად გეთანხმები შეეძლო რომ ეს პარტია საერთოდ დაემთავრებინა აი პატარა არაზუსტობის გამო ამ გაყვანის გამო მე მაგითო ვეუბნები ტელემაყურებელს რომ მიაქციოს ყურადღება ეს თეთრ ბურთს როცა დაარტყავს ადამიანი იმას კი არ მიაქციოს ყურადღება ჩააგდებს თუ არ ჩააგდებს რა თქმა უნდა მთავარია რომ ბურთი ჩააგდო რომ ისევ შენიშნულა იყოს მაგრამ ჩააგდება რა თქმა უნდა გასვლა არის ყველაზე მთავარი მით უმეტეს პულში მთელი თამაში არის მაგაზე დამოკიდებული თუ როგორ გაიყვან თეთრ ბურთს და ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ბურთის გაფუჭების შემთხვევაში, ჩაგდების შემთხვევაში, თუ სად დადგება თეთრი ბურთი და როგორი თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორ კარგად გავიდა თუ ცუდად მოთამაშე. ნახოთ, ლილიას არა აქვს აქ დიდი არჩევანი პრინციპში. 7-იანი ჩააგდო, ამ ბურთს არ ურტყავდა, არ დაუნიშნია. ეხლა ერთი ფაქტიც მინდა ვთქვა, რომ ანუ ლოლა ისე მოხდა, რომ ანუ პირველი ნახევარფინალი მოიგო და დასვენება მოუწია ასე ვთქვათ და თაკოს არ მოუწია დასვენება. აი სადღაც 5 წუთი, 10 წუთი შეისვენა, ეხლა არ ვიცი მისთვის საკმარისი არა საკმარისი. ანუ მე ის თქმა მინდა ნაიკო უფრო დასვენებულია ეხლა ამ მატჩში და აქაც ორი ფაქტორია გაგა ესე თვითონაც ალბათ რთულია. ანუ ეხლა მეორე პლეუსი რა აქვს ამის არ დასვენებას რომ ეს არის უფრო გახურებული უკვე თამაშია შესული. იმას ჭირდება ცოტა. მე მგონი მაინც მგონია რომ შესვენება ამ შემთხვევაში უარესია, კი ბატონო, კი ბატონო. მაგრამ შეიძლება ძალიან დაღლილი იყო და აუცილებლად ხო ხდება. ინდივიდუალურია და ეს ერთმნიშვნელად ამას. კი, ანუ გუშინ უფრო ძალიან ბევრი მატჩი მოუწიათ გოგონებს. ძალიან ბევრი და უკვე თამაშის თავიც აღარ ქონდა ზოგს ისე დაიღალა, რომ ზოგი არ არის მიჩვეული ეგეთ იმას, რა ქვია, ტემპს ბილიარდის რომ 15 საათი ვთქვათ ითამაშოს სიტყვაზე ბილიარდი, ახლა მეც მომიწია იმ დღეს ჩემპიონატზე. სადღაც 15 საათი აი წყვილებში რო იყო ჩემპიონატი 15 საათი მომიწია თამაშის ჩემპიონატის და ბოლოს რა ვიცი შენ იყავი კომენტატორი და მე გითხარი მაგრამ ეხლა ეთყობა ხალხში არ თქვი წნევა მქონდა ჩაოლებრივად ყურები მქონდა გაწიწლებული და ძალიან ცუდად ვიყავი და ანუ მაგ ეგეთ მდგომარეობაში უნდა მოახერხო მაინც მობილიზება და რაღაცა ბურთის ჩაგდება ბოლომდე უნდა ითამაშო ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის და ძალიან დიდი ბოდიში მინდა უთხრა მაყურებელს იმიტომ რომ ის თამაში ვერ ვითამაშე რასაც ვთამაშობ რა მაგრამ მაინც კარგი მატჩი გააკეთა. კარგი გასვლა გააკეთა ეხლა იმიტომ რომ სამიანის სახიფათო ადგილას უკვე აკურატული გასვლა გააკეთა თაკობ და კარგი შანსი აქვს რომ დააწინაურდეს ფინალურ შეხვედრაში მაინც ქალების თამაშია საუბარი და აქ თითოეულ პარტიას პირველ პარტიასაც ოდნავ მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე კაცებში ჩემი აზრით. მართალი გეთანხმები 100%. ჩიკიცთან გამომდინარე კარგად გავიდა რვიანზე ეხლა ეს შეიძლება იდეალურად არ მოეჩვენოს მაყურებელს მაგრამ ჩასაგდები რვიანია და მგონია რომ ესეთი რვიანი მაინც კარგ გასვლაზე უნდა კარგ გასვლად უნდა ჩაითვალოს. რა თქმა უნდა. აი კარგია რომ ადგა ბატონო. კარგია ეხლა აი წესით მოამზადა ყველაფერი იმისთვის რომ ჩააგდოს ეს ბურთი ჩემი აზრით. 1-0 დაწინაურდა თაკო ჯღარკავა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს რაც სასიამოვნოა ყველას მივესალმები ვინც ახლა შემოვიდა და კიდე მინდა შევახსენო აი მე ხო გეუბნები რომ ძალიან მინდა რომ ყველა მოიგოს ეს ერთსაათიანი უფასო თამაში რომ დაინტერესება მინდა ანუ მინდა რომ დავაინტერესო ეს ხალხი რომელსაც საერთოდ შეხებაც არ აქვს ბილიარდთან ზოგს მაშინ გაგა როგორ უნდა მოიგონ ეს უფასო კი უთხარი მაშინ როგორ თქვენ უნდა დაწეროთ ჩვენს ჩატში უფასო პროგნოზი ანუ როგორ მორჩება ანგარიში და ვინც პირველად გამოიცნობს ანგარიშს ის მიიღებს 1 საათს უფასო ბილიარდის დროს საბილიარდო კლუბ მეტროპოლში რომელიც მდებარეობს ვერისბაღის 0 სართულზე კადრაკის სასახლის ასევე მინდა გთხოვოთ რომ მაქსიმალურად მეგობრებს უთხრათ რომ დააშიარონ ეს ვიდეო რათა უფრო მეტმა ადამიანმა იხილოს ეს ლამაზი ანუ სანახაობა. ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩათვალეთ მეგობრებო. თქვენი ერთი კნოპკის დაჭერით ძალიან დაგვეხმარებით, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ აი ყველა იყოს ნამდვილად ჩართული. ფინალურ შეხვედრაში კი დაწინაურდა თამარ ჯღარკავა. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს. ძალიან კარგად დააშალა, მე მგონი დამეთანხმები. კი, მე მგონი ხელის ტკივილმა ცოტა გაუარა. კი, აი წეგან ველაპარაკე სხვათა შორის შესვენებაზე, ხელი როგორ გაქვს მეთქი და უკეთესათო საერთოდო სკამზეო ხელს დავაჯექი საკუთარსო და არ მეტკინაო და ბედნიერი იყო ძალიან და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცების გამო რაღაცა შეუშალოს რაღაცა. თამაში არის 6-მდე
ალეკოს ვეტყვით, რომ 4-მდე არის თამაშიო, იკითხა. ლევანს შევახსენებთ, რომ 5-4 არა, 6-მდეა და იქნება 6-მდე დაწეროს. ო, არა, თავიდან შეუძლია თუ არა სწორი ანგარიში არის დაწერილი. 6-მდე დაწეროს ანგარიში. აი, ნათია ბედოევის პირველი კომენტარია, რომ 6-4 მორჩება, თაკოს ასარგებლო თუ ნახოთ. მე იმედი მაქვს, რომ მაღალი ხარისხის თამაში იქნება. ამით ძალიან დიდი იმედი მაქვს, კარგი ხარისხი იქნება და კარგი საცხერი იქნება, იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმები გაგარო საერთო ჯამში ორი ამ დროისთვის საუკეთესო შეხვდება ერთმანეთს. ძირითადად სულ ფინალებში ეგენი გადიან ეს ორი მონაწილე, კი ბატონო. ასევე მინდა გითხრათ, რომ ხატიაჟიშვილი შევამჩნიე იმის გარდა, რომ თაკოს ხელი მოუჩინა და ამაში დიდი როლი აქვს. ის არის ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მობილიარდე, რომელიც ხა ამ ეტაპზე ვერ თამაშობს სამწუხაროდ და ვერ თამაშობს, ანუ ხო, ის აქვს, სულ ანუ ოპერაციები აქვს, ანუ არცალია დაკავებული, კი ბატონო, არცალია ხოლმე ძირითადად და ძალიან მწყდება გული, იმიტომ რომ ძალიან კარგი გოგოა, ისედაც ბილიარდის გარდა და ძალიან კარგადაც თამაშობს, ძალიან ნიჭიერი. და ძალიან მინდა რომ რა ვიცი, გამონახოს დრო და იაროს ჩვენთან და ივარჯიშოს. ასევე გოგოებს მინდა მოუწოდო, რომ შეგიძლიათ ასევე დაესწროთ ჩვენ თამაშებს, ყოველთვის იქნება ყოველ კვირას და შაბათს გვექნება ესეთი ჩემპიონატები ესეთი სახის და გვინდა რომ მაყურებელიც დაესწროს და უკვე ტელევიზორიდან კი არა, უკვე ადგილიდან პირდაპირ უყუროს, აი სულ სხვა ისა შეგრძნება, როცა აი ესე პირდაპირ უყურებ თამაშს, იმ ემოციასაც ხედავ უფრო დეტალურად და ყველაფერს. და ასევე გოგოებს მინდა მოუწოდო, რომ აი დაგვემატნონ ამ ქალთა ლიგაში, რომ უფრო გაიზარდოს გოგონების რაოდენობა, როგორც ბიჭების არის გაზრდილი, ასე მინდა რომ გოგონებშიც იგივე იყოს. ასე მოდი გაგა დროს ვიხელთებ და ვიტყვი, რომ პერიოდულად კი არა და სულ მიმდინარეობს, ესე იგი, მამაკაცთა ლიგის ტურნირები, რომელიც კვირა დღეს იმართება და სადაც რეგულარულად მონაწილეობს 32 ადამიანი, 32 იმიტომ რომ 32 მონაწილეიანი ბადეა და ამაზე მეტი უბრალოდ ერთ დღეში ვერ მოესწრება და ეს რაც მინიშა ზღუდვა, რომელიც მომავალში შეიძლება ამასაც ეშველოს რამე. ამიტომ ის თქმა უნდა რომ რეგულარულად 32 კაცზე მეტი სურვილი არის რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ვერ ხვდება ამ იმაში საქართველოს. და ასევე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ანუ საქართველოს ჩემპიონატი გვექნება უკვე მამაკაცებს შორის რვიანში, ეხლა უკვე მალე ხო? ვარცხები და ანუ ეხლა მიდის უკვე სარეიტინგო ჩემპიონატები, ყოველ კვირას გვაქვს ეს ჩემპიონატები და რეიტინგი დგება, რომ ამ რეიტინგით ხვდები უკვე ამ საქართველოს მონაწილეობის მიღების უფლებას იპოვებ. და ვინც რეიტინგით ვერ მოხვდება, შესარჩევი ტურნირი ჩატარდება ჩვეულებრივად, სადაც ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია მოგზავნდეს და იბრძოლოს საქართველოს ჩემპიონატის ადგილებისთვის, ვისაც გონიათ, რომ გაქვთ შანსი მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე. ამ ლიგის ტურნირებზე გოგოებიც თამაშობენ, რამდენიმე გოგო იღებს მონაწილეობას და მეტნაკლებად წარმატებები აქვს. კი, ზოგმა მოუგო ბიჭებს 1-2 შეხვედრა სხვათა შორის. არ არიან ესე. ადვილი მოწინააღმდეგეები ბიჭების. ზვიაცალია წარმატებებს უსურვებს ორივეს და იმედია დისაიდერს ვიხილავთო. მე მგონი საინტერესო იქნება. ძალიან. აი წინა თამაში რაც იყო ეს დისაიდერმა რო გადაწყვიტა ბოლოს, ძალიან კარგი იყო. აი ხა მაყურებელს ყოველთვის ეგუნდა ხოლმე რომ აი ეს დაწაბულობა რო იყოს და რაღაცა და რო არ იყოს თქვა 6-0 ანგარიში. მარტივად მოუგოს. ამ შეხვედრაზე მე კიდევ ვიტყვი, რომ ეს ორი მონაწილე ვინც არიან, ნუ თაკო და ნაიკო ყოველთვის ანუ ფინალში ერკინებიან, სულ ესე გადამწყვეტ თამაშებს თამაშობენ და უკვე შეჩვეულები არიან და ერთმანეთის ანუ სუსტი მხარე იციან და ძლიერი მხარე და უკვე შეთამაშებულებიც არიან და იციან თუ რა უნდა გაუკეთონ მოწინააღმდეგეს, რომ უფრო ადვილად მოუგონ. ამიტომ თან ისიც იციან, რომ ანუ შეცდომას არც ერთს არ დაუთმობს აქ. თან აქ უკვე მიდის 4 აპრილს არის საქართველოს ჩემპიონატიო რეზი მოიწერა. ძალიან მალე გვექნება, მოკლედ. ძალიან საინტერესო იქნება იქ თუ ვინ გახდება იქ საქართველოს ჩემპიონი და ნუ ეხლა დღევანდელ დღეს აქ უკვე წდება ვინ გახდება ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი. მე წარმატებას ნამდვილად გული და სულით ორივეს უსურვებ. არ მივემხრობი არც. შესწორება გააკეთა ელოჭიჭინაძემ. ანუ არა მარტო მეტროპოლში, რა თქმა უნდა, ეროვნული ლიგის ტურნირები 5 სხვადასხვა საბილიარდოში იმართება ერთდროულად და სხვადასხვა საბილიარდებში და სხვა არსებობს რეიტინგი, რომელიც საერთოა და
აქედან გამომდინარე ყველა მოთამაშეს აქვს რეიტინგი, რის შემდეგაც ისინი ხვდებიან საქართველოს. რა თქმა უნდა და ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა ამ ყველაფერს. რა ვიცი, ძალიან ბევრი ხალხია ჩართული, მოთამაშეები და ყველას უნდა რომ მიიღოს მოკლედ მონაწილეობა. მოდი ახლა მატჩზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მინდა რომ აი ესე დეტალურად აუხსნა მაყურებელს თუ რა ხდება მაგიდასთან და აი ახლა თაკომ ააცილა ეს ბურთი და ნაიკო მოვიდა ახლა მაგიდასთან. თუ არ ვწდები ნაიკოსი არის მთლიანები? კი. ხო, მთლიანებია. აი ახლა საინტერესო დარტყმას აპირებს. არ შეუტია ჩასაგდება, თუნდოდა აი თეთრი ბურთის ისე დაყენება, რომ პოზიცია არ მიეცა თაკოსთვის. ნაწილობრივ გამოვიდა, თუმცა ხო, ნუ ადვილი პოზიცია მაინც ჩემი აზრით თაკომი ხა? კი. 13 უნდა დაარტყას და არა ის 15 რასაც უმიზნებს, თუ 11. შეიძლება რომ ამ 13-ს ვერ ხედავდეს და კი, ალბათ არ ჩანს 13 და აქედან გამომდინარე 11-ს. აი ახლა შევხედე და არ ჩანს კი. საკმაოდ რთული დარტყმა აქვს ახლა, იმიტომ რომ საბას ვეთქვით, რომ პირველი უნდა დაწეროთ სწორი ანგარიში, ზუსტი ანგარიში უფრო სწორად. აი თქვენ გახდებით უფასო 1 საათის ფლობელი. აი ახლა ვნახოთ, ძალიან მინდა რომ ჩააგდოს ეს ბურთი. თან იქ კედელთან ახლოს როცა არის ბურთი კიდე ართულებს დარტყმას, აი ოდნავ არაზუსტად დაარტყა, მაგრამ გაუმართლა იმაში, რომ ნაიკოს არ მისცა ისეთი ადვილი პოზიცია, კი, აი ახლოს დაუყენა თეთრი ბურთი წითელ ბურთს, მიაწევა, ასე ვთქვათ და არ ვიცი, აი ახლა თუ პირდაპირ უყურებს ეს წითელი ბურთი კუთხეს, ну შეუულია შეტევა ნაიკოს, ოღონდ ზევიდან მოუწევს დარტყმა ტრიალით, რომ წესებს აგიხსნით ახლა ვინც არიცით, ანუ როცა ეს მიდებულია ორი ბურთი, ანუ 45 გრადუსით უნდა მოიჭრას ეს ბურთი, ან წინ არ უნდა გაყვეს თეთრი ბურთი, თორე იქნება ჯარი. სუფთა დაარტყა? კი და მეგონა რომ ჩააგდო, ხო, ცოტა არაზუსტად გამოვიდა. სუფთა დაარტყა, ხოჭერს მეგონა რომ ეგრეთ კარგად დაარტყა ზარი. კი, ანუ ეს არის გამეორებითი შეხება ბიტოკის და სამიზნე ბურთის, ანუ თეთრის და სამიზნე ბურთის კის წვერთან და ამ შემთხვევაში ჯარიმა არის ხოლმე ძალიან ხშირად მოყვარულები ურტყამენ ესე და ვერ ხვდებიან რომ ჯარიმას აკეთებენ. აი ახლა თაკომ გამოიყენა დამხმარე, იმიტომ რომ ძალიან შორს უწევს დარტყმა და ვერ წვდება და ეს კუთხეში უნდა ჩააგდოს ახლა ეს ჭრელი ბურთი და უნდა გადაიყვანოს შემდეგ ჭრელ ბურთზე აუცილებლად. და მე მგონი ამ დამხმარეთაც ვერ წვდება ისე შორს დევს ეს თეთრი ბურთი. აი ცოტა შორიდან უწევს მაინც დარტყმა. მაგრამ ჩააგდო რა თქმა უნდა, ნუ არ იყო ეს რთული ჩასაგდები ძალიან და გადაყვანაც პრინციპში გააკეთა და ისეთი კუთხეც აქვს, რომ აიყვანოს შემდეგ ჭრელ ბურთზე, აქ უნდა უბრალოდ წინ წაყვანა მისცეს, ქვედა კედელს გაარტყას და აიყვანოს შემდეგ ზედა ჭრელ ბურთზე. აი ნახოთ როგორ შეასრულებს ამ ყველაფერს. ზედმეტი ძალა არ ჭირდება. აი ზუსტად ის გააკეთა რაც თქვი. და კარგათაც გავიდა, კი და ეხლა დარჩა რომ რა თქმა უნდა 10-იანი ეს 10-იანი, კი ბატონო, 10-იანი და ხო 10-იანი საერთოდ ვერ დავინახე, სიმართლე გითხრა 10-იანი, ნუ აი ზუსტად იგივე დარტყმა აქვს, წინ წაყვანით მოარტყას აქეთ აკედელს, სადაც აგდებს, და მიიყვანოს ისევ იქ, სადაც დევს თეთრი ბურთი, რომ ეს ერთი ვარიანტი, მეორე მე მგონი უფრო რთულია. არასწორი იქნება ის მეორე რო არჩიოს, იმიტომ რომ 10-იანიდან მოუწევს, მე რუიანზე. არა, მე 10-იანი რო შეიძლება ქვევიდან გაყვანა რთული პატარა კუთხე. არა, ზედა ტრიალი უნდა მისცეს, გაარტყას ბორტს და უნდა მინტის უნდა მისცეს გაგა და მე მგონი მისი კით ეს რთული არ იქნება. კი, რა თქმა უნდა. თაკოზე შეგახსენებთ, რომ ახალი კი აქვს მას, ძალიან კარგი, მაგარი კი აქვს, მოკლედ, კაი დონის კი არის. ძალიან კარგი კია, კი. აქამდე სად ვიყავიო, სხვა კიებით რო თამაშობდიო. აი ხა უბრალოდ ერთადერთი ადგილზე უნდა გააჩეროს და აი ხა თავარია ახლა არ შეცდეს, ესაც ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, აი ყოჩახ. სუფთად დაარტყა ძალიან. კარგად დაარტყა და 2-0 ხდება ანგარიში დარწმუნებული რომ ამ დარტყმის შემდეგ თაკო არ დაუშვებს შეცდომას. აი როგორ თქვით, თაკო უფრო გახურებულია და უკვე შესული იყო თამაში ამ დასვენებებთან დაკავშირებით. კი, აი როგორც ლევანი თქვა, 2-0 გახდა უკვე ანგარიში, გაექცა ცოტა სადავეები ხელიდან ნაიკოს და ძალიან მინდა რომ ეხლა დაუბრუნდეს მატჩი, ჩაერთოს უფრო კარგად და აღარ მისცეს შანსი. 275 ადამიანი გვიყურებს, იმედი მაქვს რომ იქნებოდა რომ მომავალში არჯერ მეტი და რა თქმა უნდა, მეტი ხალხი რომ შემოგვიყვებს, აუცილებლად იქნება. უნდა იაქტიუროთ თქვენს უფასო გულშემატკივრებო და შეაროთ
ეს ვიდეო და ასე უფრო მეტ ადამიანს გააგებინოთ ამ ტურნირის შესახებ. და უფრო კარგი იცი რა იქნებოდება, რომ ეს ხალხი ტელევიზორიდან კი არა, აქ მოვიდნენ და აი აქედან გვიყურონ დარბაზიდან პირდაპირ. მადლობა გურიკას გოგოებისთვის 8 მარტის მილოცვისთვის, ასევე მივესალმები გურიკა ჭოღოშვილს საქართველოს ჩემპიონია არაერთგზის კი ბატონო ფინალები რამდენი გვითამაშია მე და გურიკას იმპერიალში აი ზოლ დროს გავიხსენებ პატარები ვიყავით 13-14 წლის ვიყავი მაშინ და ძალიან ნიჭიერი ეს ცოტა ადრე იყო ცოტა რა ძალიან ადრე იყო ასევე რუსულსაც თამაშობდა პულსაც თამაშობდა მოკლედ ძალიან ნიჭიერი ადამიანი და მე და გურიკას რუსულის შეხვედრა საერთოდ ის ვიდეო რო ნახე მოსა მოუყვე გამო ისია და იმედია თუ გინდა მოუყვე კარგი შენ როგორც გინდა ქალების ფინალია მაინც და კი ბატონო აი დაშლა გააკეთეს კარგი საკმაოდ ძლიერი ალეკო გვეუბნება რომ ტელევიზიაში არ ხარ ჯერო მე შევახსენებ რომ ეს გადაიცემა My Video-ზე თუ შეგძანდებით იქ აირჩევთ ტელეკომპანია GMS იქ შეძლებთ რომ ვიყუროთ და დაგვინახოთ ხოლმე მომავალში GMS-ი გვირდება რომ პირდაპირ ეთერში ტელევიზიის საშუალებითაც გადაიცემა ჩვენი რეპორტაჟი Silknet-ის საშუალებით კი ბატონო აი ახლა ნუ თაკუა მოდი მაგიდასთან დაუბრუნდეთ ისევ მატჩს აი ეს კადრი მომწონს ძალიან ეს გვერდითა კადრი ბესო მალადიც ძალიან მაგარი კადრი დაიჭირე აი ახლა შუაში აპირებს ბურთის ჩაგდებას ახერხებს ამ ყველაფერს კარგად მაგრამ ცოტა თეთრი ბურთის კონტროლი არ მომეწონა ხო გაექცა დასარტყმელი არაფერი არ არის კი ბატონო აი ახლა მოუწევს ფიქრი თუ რა შეიძლება აი ამ პოზიციიდან რომ გააკეთოს პრინციპში ერთ ბურთს ხედავს მარტო გაგა როგორც ხედავს ეს 15 ძალიან ცუდად გავიდა და აქ 15-ზე რაღაცა უნდა დაარტყეს აქ დიდად ისეთი კარგი ნუ კუთხეში აპირებდა მარცხნივ კი ურთულესი ბურთის ჩაგდებას აპირებდა აი ახლა ძვირფასო გულშემატკივრება აი ეს ორიანი რომელიც გაჩერდა ბუზაში ბევრად უმჯობესი იქნებოდა თაკოსთვის რომ გადავარდნილიყო ჩავარდნილიყო რადგან ხა თელი ლუზა დაიკავა როდესაც ბურთმა და ესეთ რაღაცებს უფრო იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ბევრს გონია რადგან რვიანი არის ალბათ პოზიციურად ძალიან საინტერესო და ღრმა თამაში აი კარგად ჩააგდო ნაიკო მე კუთხეში გაყვანაც შვენიერი გააკეთა და არტყავს და რა ვიცი გონია რომ 4-იანი უნდა დაარტყა შუაში აუცილებლად შუაში კი აი 4-იანი გაჭიმულია საერთოდ აი მე მგონი სიჩქარე რო ამბობ რო ღუპავს თქო აი ეს მოხდა ზუსტად ძალიან ჩქარა მივიდა და დაარტყა ეს იყო მისთვის უმარტივესი დარტყმა და სიჩქარის გამო და ეხლა რა დააკვირდით რა ხდება მაგიდასთან ერთი კუთხე დაკავებული აქვს ნაიკოს ბურთს და მეორე კუთხეც დაკავებული აქვს და ასევე თაკოს აქვს 5 ბურთი რომლიდანაც ჯერჯერობით 6 არც ერთი მიმავალი არ არის კუთხეში და აი კარგი იქნება თუ ნელა დაარტყავს და იმ ლუზის აი ესე არა გაგორებული ჯობდა რომ ლუზის დაკავებაზე ეფიქრა თაკოს ვიდრე ამ ბურთის ძლიერი ანუ ეხლა უნდა და ორიანის ჩაგდება ხო პრინციპში კი და ანუ სწორი გადაწყვეტილება იმ ხრივ რომ აი ეს კუთხის ბურთები რომ კეტავს ამ კუთხეებს გაინთავისუფლოს კი ბატონო თუმცა დამეთანხმები რომ ნელზე შეიძლებოდა რა თქმა უნდა მაგაზე ორი აზრი არა რომ ნელი უნდა დაერტყა აი ახლა ვნახოთ მაინტერესებს ნაიკოს პრინციპში ახლა ნაიკოს პოზიციას რო გადავხედე აი ჯამპი პირველი ჯამპი ჩვენს ლაივში ძალიან კარგად ჩააგდო მაგრამ არ გაუმართლა ხო თეთრი გადაუ სხვათა შორის კი კარგად აი გუნდა მეთქო ზუსტად რომ კარგად აკეთებს ამ გადახტუნებულ დარტყმებს ჯამპს ვეძახით ჩვენ ანუ ახტუნება სპეციალური კი ითხდება ეს ყველაფერი უფრო მოკლე კია წონაც სხვანაირი აქვს და ანუ მთლიანი ჩვეულებრივი კიით ეხლა რითიც თამაშობენ ეგეთი კიით ვერ აახტუნებ ბურთს ძალიან რთულია და რთულიც ვერც აახტუნებ ოდნავ ხდება ბურთი მთლიან ბურთს ვერ გადაახტება თავზე არ არსებობს ამიტომ გვაქვს სპეციალური ასახტუნებელი ბურთის კიები რითიც ხდება ამის ახტუნება აი ნახე უყურად კიდე ერთი უყურადღება კი მარტივი პენალი აცილა ნუ ეხა პენალის აცილება მარტივი ბურთი და მე თაკოს კიდე ერთი რაღაცა უთხარი რომ ანუ თამაშის დროს ხდება ხოლმე აი მოდუნდება ადამიანი მოთამაშე და
აი ესეთ მარტივ დარტყმებს მე აფუჭებს და დაიდგი მეთქი ცივი წყალი თქო ყინულებით და ეგ რატო ხდება იცი რომ მოსვავ ერთხულს არა აუცილებელი მთლიანად დალიო გაფხიზლებს რა ასე ვთქვათ და მოყავხარ გონს რა უფრო აი იმაშვება და მეთქი აუცილებლად დაიდგითო და ვიღაცა მოუტანა მერე ცივი წყალი. ომიკო ყორძაიწეს რომ საშნელი მაუდებია ბურთი ერთ დაგურავს თუ ეთყობა კარგად. ვერ ერკვევა ეთყობა ეს ადამიანი ეს არის მაგარი მაუდები რა ვიცი არა მე ვიტყვი ამ მაუდებზე ანუ ეს არის სიმონის 760 რა ბევრი თქმა არ უნდა 860 კი ეს არის და ის 860-ზე რაც ჩემპიონატები ტარდება მსოფლიო და ასე შემდეგ ეს არის კიდევ უფრო გაუმჯობესებელი მაუდი რომელიც არის უფრო გამძლე ანუ რა თქოს იცი ჩვეულებრივ მაუდზე რომ ძალიან მალე წვდება და ძალიან მალე უწევს მე საბილიარდოს რომ შეცვალოს ეს მაუდები და ეს კიდევ ახალი ვერსია გამოუშვეს ესეთი რომელიც არის უფრო გამძლე და უფრო ძვირი ღირს სხვათა შორის წინა მაუდზე ამიტომ ვინ დაწერა ეს სახელი გამახსენე ომიკოს მინდა უთხრა რომ ეს არის ყველაზე მაგარი მაუდი ერთი სიტყვით და ამაზე მაგარი ჯერ არ გამოგონილა ბუნებაში მაკუშ მოგესალმები ჩემო კარგო მედია კარგად ხარ სადაც ხარ ვიცი რომ იტალიაში ხარ და რო ჩამხვალ ჩემზე იყოს აუ იტალიაში სიფრთხილე მართებს ვინც არ უნდა იყოს იმიტომ რომ უბედური დღეში არიან როგორც გავიგე კარგად ჩააგდო ნაიკო ნახე მაგრამ აი ცუდად გავიდა ხო აი გადაიფარა ეს ბურთი ჩაუკეტა პოზიციები და ეხლა მოუწევს ფიქრი რა შეიძლება გააკეთოს სანდრო მეტრეველმა დაწერა რომ 6-2 მორჩებმაო მივესალმებით სანდროს საინტერესო დაუკონკრეტებია ვინ მოიგებსო პენალი იყო რადგან რვიანს მოხვდა და აი ნახეთ რაც ეს მთელი უპირატესობა რაც ქონდა პრინციპში როლიას ნენელა როგორ თქვა ხელიდან ეცლება ზუსტად გაგა და აი გადადის თაკოსკენ უბრალოდ გაგა თაკომ უნდა შეეცადოს რომ გამოიყენოს არა და არ არის რთული პოზიცია ეხლა უნდა დაიწყოს ულაპარაკოთ ცხრიანით ჩემი აზრით შუაში ჩაგდების შემდეგ უნდა ჩააგდოს ეს 12-ია ხო ეს გაგა ვარდისფერი და შემდეგ ნუ რა ყველაფერი მარტივდება უბრალოდ ეს ცხრიანი კუთხეში ფიქრობს კუთხეში ესე ზუსტად იმ ბურთზე ვეღარ ანუ ეს ორი ბურთი რო არის იგით მხარეს კი რა თქმა უნდა ესენია პირველ რიგში მოსაცილებელი იმიტომ რომ ყველაზე რთული პოზიცია აქვს მაგ ორ ბურთს და დანარჩენი ოდნავ მარტივი ხშირად ეშლება 12 და დამწყებები და მოყვარულები იწყებენ ყველაზე მარტივი იმით პოზიციით რა თქმა უნდა და მე გაგრძელებას ვეღარ პოულობენ მაგიდაზე იმიტომ რომ იჭედებიან შუაგზაში ვერულ საძმოს ნაიკო გონია გიორგი ურსმანაშვილს და სანდრო მეტრეველს როლიას მოგება გონიათ 6-2 და 6-5-იან გარშით საინტერესოა ამ დასაწყისის შემდეგაც რომ როლიას მოგების უფრო დიდი ისა აქვს აი ხა თაკომ ერთი ბოდიში რო შეგაწყვეტინე თაკომ ეს თუ აიღო ეს პარტია უკვე ძალიან დიდი უკვე კი 3-0 უკვე აი ძალიან დიდი მაგრამ აი ნახე დაშლას ცდილობს აი რატო ცდილობს გაგა ვერ ხვდები არასწორი გადაწყვეტილება ეს პირდაპირ მინდა თქვა ის ორი ბურთი ისევ ისე დარჩა თან ეს ბურთი არ უშლის შუაში ჩაგდებაში და შუაში გაიყვანა კი ბატონო აი ხო მაინტერესებს გაგრძელებას რას უზავს აი ხო ეს ზურფას მაგრამ არ გეგონოთ თუ რაც ანუ რომც დაამთავროს ეს თავი არის გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება მაინც არასწორი იქნება კი ბატონო აი ნახეთ სო გაიჭედა ეხლა მაი კი აქვს თავი გაიჭედა პოზიცია მაგრამ უბრალოდ თვითონ გაიჭედა ეს ისა და ჩემი აზრით ეხლა უნდა ითამაშოს ეს მწვანე ბურთი შეიძლება პოზიციური დარტყმა გააკეთოს რა თქმა უნდა არ უნდა ჩააგდოს უპრიანი ეგ იქნება რა თქმა უნდა მწვანე ბურთი უნდა ითამაშოს ნელა რომ ეს ბურთი მწვანე ბურთი გააჩეროს კუთხის ლუზის მიდამოებში არა ჩააგდო შეუტია ჩვეულებრივად ნოდომ თანმიმდევრობაო და ცხრიანს დავარტყავდი შუაში და მე 12-ს ნოდო და შემდეგ ეხლა ნუ დეტალებში აღარ შევიდოდი მე მგონი შენს დამეთანხმები რომ ესე ჯობდა აი ახლა შეუულია პოზიციური დარტყმის გაკეთება აი ძალიან ნელა მიაგორა და
მე მგონი აუ მივიდა იმ ბურთთან სადაც არ უნდა მისულიყო ერთი სიტყვით იმიტომ რომ რაც სუდი არ არის მაგრამ კარგიც არ არის ანუ რა უნდა და ეხლა მე მაყურებელს მინდა უფრო გაუშიფრო ეს დარტყმა უნდა და ძალიან ნელი დარტყმით იქვე სადაც აი ამ ჭრელ ბურთს რასაც ურტყავდა იქვე დაეტოვებინა თეთრი ბურთი და შავის უკან შეეყვანა მოკლედ თეთრი ბურთი რომ ვერ დაენახა ნაიკოს თავისი ერთადერთი მთლიანი ბურთი და ვერ ეთამაშა ვერაფერი სულხან მექვებაურს მოვიკითხავ როგორ ხარ სულხან ჩემს მეგობარს რომელიც კარგი ხანი არ მინახია იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფება რავი კარგა და იმედი მაქვს მალე გიხილავ აი შავი ჩავარდა აუ როგორ არ გაუმართ აქ გაუმართლა რომ თეთრი არ ჩაუვარდა და თუმცა 10 ჯერ ერჩივნა რომ თეთრი ჩავარდა იყო და შავი არ ეს ძალიან ცოტა ტრიქშოტი იყო კი ეს ანგარიშია 3-0 და შესვენება აი ხლა გვაცნობებს რომ შესვენება აიღო ნაიკო რამოდენმე წუთით შევიცვალოთ გაგა და სადღაც 2 წუთი გვექნება შესვენება ამიტომ არ დაიშალოთ ძალიან გთხოვთ შემოგიერთდებით და ძალიან მალე დავბრუნდებით მანამდე შეგიძლიათ ადევნოთ აი ლამაზ დარტყმებს ტრიქშოტებს რო ეძახიან და ბევრ საინტერესო ერთი ტრიქშოტი ეხაც ვიხილეთ გაგა კი ბატონო გამარჯობათ, მე ვარ თაკო ჟღარკავა 34 წლის. ბილიარდს ვთამაშობ სადღაც პროფესიონალურ დონეზე 13 წელია. გახლავართ საქართველოს ჩემპიონი ორჯერ. დიდი მადლობა საბილიარდო მეტროპოლს, რომ მოგცას შანსი ჩვენ ვივარჯიშოთ. ჩავატაროთ ტურნირები ყოველ კვირას, ვებულობთ მონაწილეობას. ყავს ტრენერი, რომელიც გვავარჯიშებს, გვასწავლის ყველაფერს თავიდან. იმის მიუხედავად, რომ პროფესიონალურად ვთამაშობ 13 წელიწადია, მაინც გვჭირდება ასია თუ ისეა ტრენერი ყველას. მოუწოდებ ყველა გოგონას, თუ გსურთ ჩვენსავით იცოდეთ კარგად ბილიარდი, მოგზანდით, ყველანაირად დაგეხმარებით. ბანი ტივიზე ყოველ კვირას 10 საათზე გვიყურონ. ძალიან კარგი იქნება თუ მობრძანდებით, თუ გვიბალეშიკებ, ჩვენთვისაც კარგი იქნება, თქვენთვისაც კარგი სანახაობა იქნება თუ მობრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდში გვიდგას, გვეხმარებიან და აბსოლუტურად ყველაფერში გვიწყობენ ხელს.
Меня зовут Лёля Найко, мне 32 года. Я играю в пул с подросткового возраста. Переехав в Грузию 4 года назад, я смогла уделять тренировкам больше времени и сейчас играю на регулярной основе. Я благодарна клубу «Метропул» за предоставленную возможность тренироваться и участвовать в соревнованиях в рамках женской лиги бильярда. მაშასე განახდა ჩვენი მატჩი. ეხლა გოგონები მოემზადებიან და დაიწყებენ უკვე თამაშს. ანგარიშს შეგახსენებთ, რომ 3-0 ანგარიში თაკო ჭღარკავა არის წინ. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს მოკლედ თაკოს და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოიყენოს თაკომ. მე ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ დაწერონ ანგარიშები. ძალიან მინდა რომ ყველა მოიგოს, ეს გათამაშებას ვაკეთებთ ჩვენ რეგულარულად და დაწერეთ ანგარიშები, რომ მეტროპოლმა გადმოგცეთ 1 საათიანი უფასო თამაში. მეტროპოლი მდებარეობს ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლის 0 სართულზე. ამიტომ წარმატებას გისურვებთ ყველას. გავაგზავნებ გაგას საუბარს. დაშლა შეასრულა
თაკო ჯღარკაო, მაგიდასთან არის ლოლა ნაიკო და საკმაოდ მისთვის რთული დასაწყისის შემდეგ შეეცდება იგი თამაში დაბრუნებას. ნახოთ როგორ გამოუვა მას. იმედია დაიძაბება და საინტერესო ფინალს ვიხილავთ. რა თქმა უნდა მე და გაგა ვართ ნეიტრალურები. რა თქმა უნდა მე ახლა ნაიკო მინდა რომ გავამხნევო ცოტა და წამოეწიოს ანგარიში ძალიან მინდა რომ დაძაბული მატჩი იყოს და მაყურებელსაც რა თქმა უნდა ეგ უნდა რაც უფრო დაძაბული მატჩი იქნება უფრო კარგი საყურებელია ეს ყველაფერი. ნუ ახლა თაკო არის მაგიდასთან. მე ახლა დავაკვირდი ლევან მითხარი ანუ ვისი რაფერია ახლა ვერ ხვდები. მე მგონი თლიანები არის თუ არ ვცდები თაკოს. აი ხა თაკო თუ ირჩევს ღია მაგიდა. ხო. ჭრელი ააცილა ლოლამ. აი სუფთად ჩააგდო, კარგად ჩააგდო ძალიან. გაყვანას რაც შეეხება ცოტა ცუდად გავიდა, მაგრამ სათამაშო აი ეს ყვითელი ბურთი აქვს მე მგონი შუაში ერთ-ერთი. იმიტომ რომ სხვას ვერაფერს ვერ ხედავ აქ გაგზელებას კი. აი შუაში უმიზნებს ზუსტად. მე მგონი თეთრი არ უნდა წავიდეს. არა, თეთრი არ ჩავარდება, ნელა თუ და არ ტყავს რა თქმა უნდა და წინა ბრუნს თუ მისცემს, აღარ ჩავარდება. ზედატრიელი ცდილობს, საერთოდ ესეთი ბურთები ჩაგდება, ალბათ ზედატრიელი უფრო ადვილია. კი ბატონო. აი დაიჭირა, ძლიერზე, მართლა დაჭერა შეძლო. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ორიანი გაფუჭდა. რაც საკმაოდ სერიოზული ის არის ხელშემშლელი ფაქტორია, რადგან გადიოდა წყნარად და ორიანს ურტყავს მე მგონი გადის ვითომ ეგ ბურთი? არ ვიცი, მაგრამ ალბათ გადის, ახან ურტყავს კი, აბა. აქედან ხედავ რომ პრინციპში არ გადის და ალბათ უბრალოდ უმიზნებდა. უბრალოდ უმიზნებდა ესე იგი. თუ არა თუ მაინც მაგას არ ყავს ვერ გავიგე. რომც არ გადიოდეს ჩემი აზრით, აი თავშიც რო დაარტყას და ბუზასთან დატოვოს ამაზე კარგ სამეტაპზე ვერ გააკეთებს ვერაფერს. აი პენალი ხო არის? გონი ჯარიმაა ხო? სადაო იყო, ხამას ესე თვალით ვერ დაინახავდა ადამიანი. არა, ლექსუსის ნამდვილად არ გამოეპარებოდა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის არბიტრია, მინდა გითხრათ. უყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცები. 6-იანი გაფუჭდა გაგა. 6-იანი გაფუჭდა. ეხა არ უნდა შეეცადოს მოკაჩოსთან რაღაცა იქ ზედატრიელი დაარტყა, დიახ, 5-იანი აქვს. აი 6-იანს უნდა კი არ არის პოზიციაში, მაგრამ აი ნახოთ. ბევრი პრობლემები აქვს მოკლედ. კი, რთული პოზიცია და ჯერჯერობით მეც დასწავარია თაკოა მაგიდასთან. და მე მგონი 6-იანის გახსნა, ნახე. 6-იანის გახსნა. ნუ გაუმართლა თაკო. მაგრამ 3-იანი მაინც არ არის კარგ პოზიციაში და ნაიკოს კიდე არ მისცა ისეთი ადვილი. 5-იანი გადის შუაში, ერთი რასაც ვხედავ, აქეთ შუაში, მაგრამ აქეთ შუაში ლოლიას ბურთია და ჩემი აზრით ლოლია მარც ერთ ვარიანტში არ უნდა დაარტყას 13. კი, იმიტომ რომ უკეტავს წითელ ბურთს, რა თქმა უნდა. უკეტავს ბურთს, წითელსაც და თან 5-იანსაც უკეტავს. კი, სწორად. შუაში. კი, და 13 თან ისეთ პოზიციაშია, ყოველთვის შეუძლია ჩააგდოს, კი, ადვილია ძალიან. და სწორ შვება, აი საერთოდ არ არტყავს მაგ ბურთს. ჩააგდო დამაჯერებლად. ალბათ რვიანთან მივა ისევ არ გაჩერდება. ნახოთ ახლა გაგრძელებაც აქვს, კარგი გაყვანაც გააკეთა, ეხლა ნუ კუთხეში შეეცდება ჩაგდებას, რა თქმა უნდა. და შეეცდება რომ ეს თეთრი ბურთი სადღაც აიყვანოს უფრო ზევით. თუმცა ისევ ბევრი პრობლემაა ამ პარტიაში, როგორც 10-იანი, ისე 9-იანი. ეს ლულიას ბურთებიდან. აი ახლა თუ დააკვირდი ცოტათი რომ დარტყმის დროს წამოხდა. წამოხდა, კი, წამოხდა კეთა. და ეს საერთოდ ცulis დარტყმას, უცulis ტრაექტორიას და არ შეიძლება ერთი სიტყვით. კი, აშკარა შეცდომა დაუშვა, კი. მაგრამ თაკოს ახლა პოზიციას რო შევხედე, საერთოდ არ აქვს დასარტყმელი ისეთი, ანუ შესატევი და ბურთის ჩასაგდები პოზიცია არ აქვს საერთოდ. გეთანხმები გაგა, აი არც ვიცი რა ურჩიო თაკოს, ჩემი აზრით მე მაგალითად 3-იანს დავარტყავდი თუნდაც ბორტიდან. ანუ 6-იანის თამაში აქედან არ შეიძლება. რო გახსნას ეს პოზიცია. 6-იანი არ უნდა გახსნას, 3-იანი კი 3-იანზე ვლაპარაკობ. შამის ხედავს ბორტიდან დარტყმას არ უნდა, მე მგონია დაბლის თამაში შეიძლება. კუთხეში კი. ხელი მოვიდა გაუმართლა რომ 6-იანი და 3-იანი არ გახსნა, ხო ძალიან ძლიერი დაარტყა, არ ჭირდებოდა ახლა საერთოდ ეგეთი ძლიერი დარტყმა. ალბათ ლოლია ახლა აი მას შეუტევს კუთხეში. 17-იანს წითელ ბურთს, თეთრ წითელს აგდებს, ეს დამაჯერებელი დარტყმა გააკეთა. აი შესვენებამ ის გამოიღო თავის შედეგი, მე მგონი ცოტა დამშვიდა ნაიკო, ძალიან წინ გაექცა მოკლედ თაკო და ამიტომ აიღო, სწორად აიღო, სწორ დროს აიღო ძალიან ეს შესვენება.
ნუ თაკოს შეუულია კიდე ერთ შესვენების აღება პრინციპში წესებით. ანუ თითო მოთამაშეს აქვს ერთხელ შესვენების უფლება, რომ აიღოს მატჩი. ნაიკოს ახლა გამოყენებული აქვს, ნაიკოს აღარა აქვს, ანუ 6-მდე თამაში ისე მოუწევს, რომ ვეღარ დაისვენებს საერთოდ, თუ თაკომ არ აიღო დასვენება. და კიდე ერთი წესი არსებობს. თავის ბურთს ჩააგდებს, ხა ეს დიდად არ საწყობდა გაუმართლა. და კიდე ერთი წესია დასვენებასთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთი იღებს დასვენებას, მეორე მონაწილე რჩება მაგიდასთან, უნდა იჯდეს კამზე. თუ რჩება გაგა ერთი დეტალია, თუ მეორეც ისვენებს, მაშინ მასაც ავტომატურად აკლდება დასვენება. ის ერთი შანსი დასვენებს. ჩემს გამოთხოვ, რომ ჩემი ეს რბილად რო თქვა, არა დემოკრატიული და საკმაოდ ცუდი წესია. აი ახლა ცოტა მე მგონი იჩქარა და აი გაუჭირდა. არ იყო ეს ხო გაუნთავისუფლა. ნუ ეს შესატევი ბურთი იყო. ცოტა არეული პოზიცია, ამ ძალიან ისეთი არეული თამაში წავიდა. კი ნერვებზე მიდის ახლა აქ თამაში. ეს საკითხებია, მაინც ჩემი აზრით თაკოს აწყობს იქიდან გამომდინარე რომ ანგარიში მიყავს. ახლა ნაიკო შუაში ეს პენალი ჯარიმა არის ეს აი ხლა უკვე წესებით თაკო შეუძლია აიღოს ეს თეთრი ბურთი და სადაც თვითონ გაუხარდება ისეთ პოზიციაზე დადოს მაგიდაზე და იქიდან შეიყვანოს ბურთი თამაში. ყველა ვარიანტში ხუთიანს უნდა დაარტყას, რადგან ეს არის ერთადერთი პრობლემური ბურთი ამ სიტუაციაში და უბრალოდ გადასაწყვეტია სად დაარტყას. შუაში არ გადის, კუთხეშიც ლურიას ბურთი ისე რომ ძალიან ცუდად გადის და სული გასაძვრენია. დადო ნახე 4-იანი და ჭრელი ბურთი რო არის. აი ეგეც პრობლემაა. და ეხლა ნახოთ კუთხეში აპირებს. კი, კუთხეში უწყავს, უბრალოდ კარგად არ გადის და ალბათ 6-იანზე შეიძლება გაყვანოს. უბრალოდ ქვედა ვინც აზრი. კი, აი კარგად ჩააგდო. ძლიერია ტრადიციულად, მაგრამ ნუ გამოვიდა ამ შემთხვევაში. კი, ეს თამაშდება ჩვეულებრივად, შეუძლია ჩააგდოს, მოსაჭრელია, რა თქმა უნდა. და გაწიოს სადღაც მაგიდის ცენტრისკენ, საიდანაც სამიანი თამაშდება. ეს დარტყმა თუ გამოვიდა, ამ პარტიაში ყველაფერი ძალიან გაიქცევა წინ ანგარიშით უკვე ეს თუ მოიგო თაკომ ფსიქოლოგიურად მაგრამ არ არტყავს მე მგონი. არა, დარწმუნებული ვარო და არტყავს, მაგრამ ზომოვდა, მაგრამ ესეთი თხელი არ უნდა ჩემი აზრით ახლა ზედმეტი მოვა თაკოს და გადაჭრის ამ ბურთს. ჩემი სუბიექტური აზრით. მგონია რომ ძალიან თხელს უტყავს თაკო ეხა. არა. მაგრამ ეს კამერების ეფექტი იყო და გაყვანაც ძალიან კარგი გააკეთა. ძალიან მაგარი დარტყმა შეასრულა თაკო ჟღარკაო. ძალიან მაგარი. დამხმარეს აიგებს ეხა და მთავარი იქნება როგორ გაიყონოს რუიანზე, მე მგონი დატოვებს ადგილზე რა. და კუთხეში უნდა ითამაშოს. კი. ზედმეტი რაღაცები არ უნდა მოიგონოს ახლა ზედმეტად. ჩააგოროს გაგა ერთი კი, იქვე დატოვოს იმ მიდამოში და უკვე შავშეულია კუთხეში ჩააგდოს. მე მარცხენა კუთხეში რო ითამაშოს. იქით ფიქრობ შენ. კი, მე აი ხა მაგალითად ესე ხო. შენ შეიძლება ვერ ხედავ და ალბათ მაგით კუთხის გამო ამბობ. კი ბატონო. მაშინ ესე უნდა გადმოიყონოს და მერზე გადმოიყონოს და მარცხენა კუთხეში ძალიან კარგი. კინო წაიქცა თაკო ეხა ვერ მიწდა ბურთს ძალიან შორს დგას და სხვათა შორის აი კიას რაც აქვს თაკოს მოყვებოდა ეს დამაგზელებელი სპეციალური და სამწუხაროდ დაკარგა დარჩა სადღაც და ვეღარ ვიპოვეთ მოკლედ. ეხლა ეს დამაგზელებელი რო ქონოდა საერთოდ ძალიან გამოადგებოდა ნამდვილად აღარ მოუწევდა აი ამის აღება ამ დამხმარის, იმიტომ რომ დამხმარი ძალიან რთულია საერთოდ თამაში და მე მგონი ეხლა დამხმარი თუნდა დაარტყოს, რატო არ იღებს არ მესმის, არ ამგონია რომ უშლიდეს დიდად. არა, აი მეორე დამხმარი მაღალი აიღო, კი. აი ნახოთ რა, აი ახლა ძალიან მთავარი დარტყმა აქვს ეს შანსი ნამდვილად უნდა გამოიყენოს, რომ უფრო თავისუფლად იგრძნოს მაგიდასთან თავი, იმიტომ რომ ანგარიში ძალიან წინ გაიქცევა. აი ნახოთ როგორ დაარტყავს. და აი ძალიან დასანანია, ცოტა ძლიერი დაარტყა, აი გაყვანას რაც შეეხება, ვერ გავიდა. ვერც გავიდა და აი არ მესმის, მაშინ მიცეს ზედმეტი ძალა, როცა ეს არ გჭირდება, ჩაგორებით გადიოდა ჩვეულებრივად მეორე კუთხეს და როგორც ჩვენ დავინახეთ, ბურთი ძალიან კარგად გადიოდა კუთხის ლუძაში. როლემ ჩააგდო. ძალიან წყნარად, ესეთი რთული ბურთი ძალიან წყნარად ჩააგდო, ეს ძალიან კარგია. და იმიტომაც ჩააგდო, რომ საეცილებინა არაფერს არ უტოვებდა და ფსიქოლოგიურად ეს უფრო დარტყმივი, მარტივი დარტყმა არის ესეთ დროს. ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. აი ეს პარტია ფაქტიურად დაამთავრა, ჩათვალეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი დარტყმები აქვს დარჩენილი. საინტერესოა ეხლა რომელი დარტყმას აირჩიოს? მე მგონი შუაში უნდა აირჩიოს წესი. მე მგონი რომ შუაში უნდა აირჩიოს ალბათ. მაგრამ რატომღაც კუთხეში აირჩია. ესეც შეიძლება. ოჰო, რა ძლიერი დარტყმა შეაგდო, კარგად გაიყვანა შუაზე, ხო?
და აი ახლა უნდა გაიყვანოს აი ხა მეორე კუთხე ჯობდა ალბათ გაგა დამეთანხმება დატრიალება ზედმეტი პონქტები. ამიტომ ჯობდა შუაში ეთამაშა პირველი დარტყმა ვიდრე კუთხეში. და ეს არ ვარგა. აი ხლა გაირთულა. თუ იგორებს იქამდე აი აუაცო არ ვარგა, ანუ რა თქმა უნდა, კარგია პრინციპში. არაა ცუდი, მაგრამ გაირთულა უბრალოდ. კი. არასწორად დაიწყო, ანუ კუთხის ბურთის გამო. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეხლა მთავარი არ იჩქაროს და დაუკვირდეს ძალიან ამ ბურთს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დაბლი ჩააგდო ულამაზესი ყოჩა. ვიფას გულშემატკივრები რომ 100 წლების შემთხვევაში არაფერი არ დაეთმო. თეთრის პოზიციას თუ შეხედავთ, აი როგორ დგას. თუმცა ჩემი აზრით ესეთი ბურთის გადაჭრა ალბათ უფრო სარისკოა და ზართული ბურთი დაარტყა ულამაზესი და ანგარიში არის მოკლედ 3-1. ნაიკო ეხლა პირველი ნავსი გატეხა როგორც იტყვიან. აიღო პირველი ქულა და მინდა რომ ესე გააგრძელოს ნაიკო. აი თაკოს რო არ ეჩქარა ეხლა პრინციპში ხო? იქნებოდა აი რამხელა განსხვავება იქნებოდა წარმოიდგინე სად 3-1, სად 4-0. გეთანხმები. ეხლა მთავარია არ ინერვიულოს ამაზე თაკომ ძალიან ემოციურია თაკო მე მაყურებელს მინდა უთხრა რომ იცოდეს აი ძალიან ემოციური არის თაკო და თითო ემოციის გამო შეიძლება საერთოდ ამოატრიალოს მის თამაშის ხარისხიც და ყველაფერი. გეთანხმები. ნაიკო უფრო ისეთია რა. მე რომ მეკითხება რატო არ მოგწონს დაშლის დასვენების წესიო და ჩემი აზრით ადამიანი როცა ისვენებს ერთი მეორეს რო უთხრა რომ არ შეისვენო თუ დასვენებაში ჩაგეთვლებაო ძალიან მგონია რომ ეს აბსურდული წესია საერთოდ ყველა მოთამაშეს უნდა კონდეს თითო დასვენება რა თქმა უნდა და ვისაც უნდა გამოიყენოს კი ბატონო ახლა შენისვენებ ჩემეთ ის მოთამაშე რომელიც ანუ არ იღებს შესვენებას რაღაც ვარიანტში იჩაგრება ხო მაგრამ წესია ამიტომ ვერ შევცვლით მაგას მე კიდევ ბევრი წესი არ მომწონს თქვა აი მაგალითად ცხრიანი რო ეს ლეგალური დაშლა და არალეგალური ეგეც არ მომწონს ასე ჯამპიზეც არ ვარ ახთოვანებული სიმართლე რო გითხრათ ნუ არის ბევრი და აი კიქსი რომ მოძდით და რო უხდებათ ბურთი რო პენალი არ არის აი ეგეც იმის ბრალია რომ ვერ გაცარცა კარგად ადამიანმა და მაინც აგზელებს თამაშს ნუ არის ეგეთი პატარა დეტალები რომელიც შეიძლება რომ უკეთ დაიხვეწოს წესების მხრივ და ისე გაკეთდეს რომ არ დაიჩაგროს მეორე მონაწილე რაღაცის გამო. საჯი იქნება ახლოს გაგვეცნო თუ რეზი, მაგრამ მე მგონი რეზი ნახევარფინალის მერე ჩაერთო ჩვენ საკმაოდ სრად ვისაუბრეთ. კი და კიდევ ვიტყვი მე არ მეზარება მე ლექსო ძალიან მიყვარს ჩემი ძალიან ახლო ადამიანია მეგობრობ ძმაკაცობ მასთან ასევე შენც როგორც ვიცი და მოკლედ ლექსოზე მინდა ვთქვა ისევ და ისევ მოკლედ მაგარი პიარი გამომდის დღეს ლექსოს მე და შენ მოკლედ კიებს აკეთებს ეს ადამიანი ძალიან მაგარს თავისი ხელით ოსტატს ვეძახი ოსტატო ძაღლი გამიკეთე ესე ხუმრობით ვეუბნები ხოლმე ასევე მღერის არაჩვეულებრივად ასევე უკრავს საყვირზე არაჩვეულებრივად უნიჭიერესი ადამიანია და მე კი ყვინთვა 4 წუთი ძლევს წყლის ქვეშ და მე მინდა გავიხსენო ცხონებული მისი ძმა რომელიც გარდაიცვალა ის კიდევ უფრო ნიჭიერი იყო ლექსოზე სხვათა შორის უფრო მრავალ მხრივ დაჯილდოებული ნიჭით და მრავალ მხრივ განვითარებული ბილიარდსაც თამაშობდა ეს ადამიანი და მოკლედ მე მსმენია მის შესახებ სამწუხაროდ არ ვიცნობდი კი ლექსოზე ლეგენდა რა რუსთავი ორზე ვნახე სხვათა შორის ესეთი რაღაცა რომ ჩაყვინთა სადღაც ლექსომ და გემი იპოვა ჩაზირული აღმოაჩინა ესე ჩაზირული გემი წარმოიდგინეთ რამდენი ხანი შეუძლია წყლის ქვეშ ამ ადამიანს ჩაყვინთვა და ყოფილი თორნიკეთაურმა მოიწერა საღოლ ძალიან მაგარი დარტყმები სრულდებაო მადლობა თორნიკეს ნამდვილად კი აი პოზიტივი მაინც ასიამონოა რა თქმა უნდა და კარგი მოსასმენია როდესაც ამხნევებთ გოგოებს და კარგად ხარ განწყობილი მათი თამაშის მიმართ მადლობას გიხდით მე პირადად ამისთვის. მეც რა თქმა უნდა. მადლობა ბიჭებო გამხნევებისთვის. ახლა ასევე კიდე ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაუხადო ჩვენ სპონსორებს, არ მოგბეზდება რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიამოვნო საქმე კეთება და მადლობლები ვარ ჩვენი სპონსორების, რომელსაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადეს ჩვენი ტურნირი. გენერალური სპონსორი გახლავთ Discovery Trainer Agency, ProLife Fitness და Spa, ასევე კონცეპტ მაღაზია Ulico and Friends, ტყავის აქსესუარების მაღაზია Termiti და Onaiko Photography. მე მგონი ამით მოვთით
სპონსორებზე, ეხა კი თამაში დაუბრუნდეთ. თაკოს შემდეგ ამ პარტიაში თეთრი უვარდება ლიოლიანაიკოს და კარგი შანსი აქვს თაკო ჟღარკავას რომ ამ პარტიის დაამთავროს. აი წეგან სპონსორებზე რო საუბრობდი, ანუ რა მოხდა, შეიძლება გამოგეპარა, ანუ კუთხეში აგდებდა და მოიარა ამ ბურთმა და სხვა კუთხეში ჩავარდა და ეს ვინც არის ის წესები, ვეთქვი რომ ავტომატურად სვლა გადადის, არ ითვლება ეს ბურთი, რუიანი არის ესეთი სპეციფიკური თამაში, ხო, სადაც აგდებ, იქ უნდა ჩავარდეს ეს ბურთი. ითვლება იმ შემთხვევაში თუ აი ესე მოივლის ბურთი და ისევ იმ კუთხეში ჩავარდება ან შუაში, სადაც დანიშნე, მაგ შემთხვევაში ითვლება. აი ხა სწორი გაწყვეტილებას იღებს თაკო, უბრალოდ 12 კუთხე რო იქნებ ბორდზე არ დარჩეს, რომ უფრო ესეთი წყნარი და მშვიდი დარტყმის შესრულების საშუალება რო ქონდეს, მეტად ბორტიდან აწევას ვისურვებთ, მაგრამ ესეც ჩვენ ნორმალურია. კი, მაგრამ გასვლა შემდეგ კი, ცოტა გაირთულა იმის გამო, რომ არასწორად დადო თეთრი ბურთი, მართალს ამბობ, რომ კუთხე უნდა მიეცა მეტი, რომ ჩააგდო დამაჯერებლად ძლიერზე, ეხა მოხვდება ამ ბურთს და კარგად ეს კუთხეშიც გადის, არა თუ შუაში, კუთხეში გაჭიმულია და მე მგონი კუთხეში მაგარ შანსს იღებს თაკო ჟღარკავა, რომ გახდეს ანგარიში. აი ხლა ეს აღარ უნდა შეეშალოს ნამდვილად, წეგან ძალიან ისეთი შეცდომა დაუშვა, რაც არ ეკადრებოდა. და წყნარად ჩააგდო ეს ბურთი და ანგარიში გახდა 4-ში. 1 მეგობრებო თაკო ჟღარკავა დამაჯერებლად ლიდერობს უკვე და მე მინდა რომ ნაიკო კიდე ერთხელ გავამხნევო რომ გიერთები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარი მოთამაშეა, აი ძალიან მაგრები არიან ორივე, ძალიან კარგ ფორმაში არიან ორივე და მინდა რომ ნაიკოც წამოეწიოს ანგარიში, რომ უფრო დაძაბული მატჩი ვნახოთ. შეგახსენებთ რომ ნაიკოს აღარ აქვს შეშვენების უფლება, უკვე აღებული აქვს ერთხელ და ნუ თაკოს შეუძლია როცა უნდა მაშინ აიღოს ერთი შეშვენება და ასევე მინდა თაკოზე ვთქვა რომ ცოტათი ხელით კივა და მაინც გამოვიდა ჩათვალეთ, აი გუში მქონდა თითი ამოვარდნილი საერთოდ, ვერ ამოძრავებდა, უკანკალებდა თითო დარტყმაზე, ძალიან მაგრად ტკიოდა, არ ვიცოდით რომ ამოვარდნილი იყო, გვეგონა ნაღრძობი იყო უბრალოდ. და ისე გამოვიდა ჩემპიონატზე და ეს ძალიან დასაფასებელია ჩემთვის, რა თქმა უნდა. კიდე ერთხელ მანჩო რუხაია შემოდის ჩვენთან ერთად, გოგოებს საგულშემატკივროდ. აი ძალიან კარგად დაშალა. მონაწილე და რა ვიცი, საკმაოდ საინტერესო სტადიაში გვიწევს მე მგონი ყოფნა. თაკოს გულშემატკივრები კიდე უფრო აქტიურდებიან. მოდი ერთ კითხვას დავუსმე მე მანჩოს. აი შენი აზრით ვინ მოიგებს და საერთოდ ვის გულშემატკივრობს შენ? აი დღევანდელ მატჩიდან გამომდინარე, უფრო ვის ვიცი რომ ორივესთან მეგობრობ, არაა პრობლემა, მაგრამ აი გითხარი. იცით როგორ არის, ანუ ამ შემთხვევაში ან მართლა ორივეს გულშემატკივრობ მთელი სულით და გულით. მაგრამ რაღაც ნაიკოს მე მგონი არ წაუვიდა თამაში, ასე ვთქვა, ძალიან ნერვიულობს და მინდა რომ უფრო და უფრო ამოქჩეს, რომ უფრო ასე ვთქვა საინტერესო თამაში იყოს. მადლობა მანჩო, კარგი კომენტარი გააკეთე, მეც ზუსტად იგივე ვთქვა. ძალიან დემოკრატიულად გამოვიდა მანჩო რუხაია. არ ემხრობა მოკლედ არავის, აი კარგად თუ გახსოვს მე გითხარი და მე მგონი ჩემი მართდება რომ ანუ ამ შეხვედრაში მაინც ფსიქოლოგიურად ქალების ბილიარდს და ქალურ სპორტში იმდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია, რომ პირველი პარტიის მოგებამ რაღაც ვარიანტში ამ თამაშზე ჩემი აზრით თავისი ზეგავლენა მოახდინა. კი, გეთანხმები. მოქმედა და ანგარიში აი აქედან გამომდინარეცაც ცოტა თულად ეხა თაკო ეკითხება მსაც რომ მე მგონი დარტყმის შემთხვევაში პენალი ხო არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე შემიძლია აქედან უპასუხო რომ თუ გაიგო აქედან ხო, ნუ როგორ დაარტყავს იმაზეა დამოკიდებული. აი შუაში აპირებს ჩაგდებას, კი. მოვეშვით მე მეგონა ჭრელ ბურთს ურტყავდა სიმრათლე რო გითხრათ და ხუთიანს აგდებს. მთლიანებია მოკლედ თაკოსი და ჭრელები შესაბამისად ნაიკოსი. ანუ პრობლემებს ეხლა რას ვხედავთ აქ? 4-იანი ბურთი არის პრობლემა, ხო? 4-იანი ეხავე შეიძლება ერთი გარისკოს, რომ 4-იანი ჩააგდოს. ჩაგდებით ბურთი და ლუზაში დატოვოს. ხო, ეგ შეიძლება. მე მირჩევნი ესე დარტყმა თავიდანვე გააკეთო, ვიდრე ბოლოში რომ იმიტომ რომ შენი ბურთები როცა არის მაგიდას და ხელს შეუშლი უფრო მოწინააღმდეგეს და გადაუფარავ ასე თუ ისე მეტი ის ექნება. წინაღობა მოკლედ. აბა ვნახოთ რა სიზავს რა გადაწყვეტს. მადლობა დავით, თუ გოგოების პოტენციალს ხედავ და იმის პოტენციალს რომ მათ თამაში მომატება შეუძლია. მეც მგონია რომ ამ გოგოებს აქვს. არა მარტო ამ გოგოებს, რომლებიც დღეს ლაივში იყვნენ, არამედ
კიდე არაერთი საინტერესო მოთამაშე ყავს, ვისაც მართლა კარგად შეუძლია ბილიარდის თამაში. თაკო სულ შეტევაზეა მომართული, ორიენტირებული, ჩემი შეთავაზებული ვარიანტი. რა თქმა უნდა, ვერ გაიგო, მაგრამ ვიცოდი რომ არც გაითვალისწინებდა, რადგან თაკო ძალიან შემტევი მოთამაშეა. კი და ანგარიშიც აძლევს ამის უფლებას, ესე ვთქვათ, უფრო თავისუფლად არის, წინ არის იცის, რომ ერთი პარტიაც რო წააგოს, მაინც წინ არის იცის და ამიტომ უტევს, ხო ხდები? კი, მაგრამ ჩემი აზრით ანგარიშის შენარჩუნებაც საჭიროა და რა თქმა უნდა, ეგ არის მთელი პულის, მთელი როცა ხიბლი იგებ რომ მაშინაც ზედმეტის არა აქვს მნიშვნელობა, სულ რომ 1000-ით 0-ს უგებდე, შენ უნდა მიიყვანო ეს მატჩი ბოლომდე. და არ უნდა მისცე არც ერთი შანსი, თორე ყოველ წამს შეიძლება ამოტრიალდეს ბედი და ანუ პირიქით მოხდეს და აქეთ წააგო რა. მე მაგალითად გავიხსენე რომ მქონია ეგეთ შემთხვევა რომ 8-0-ს ვაგებდი იმაზე ფინალში და შესვენება ავიღე, მოვიდ 9-8 მოუგე და ანუ ხდება ანუ პულია რა, ის არ არის რომ ყველა ანგარიშიდან შეგიძლია კამბექი გააკეთო როგორც ამბობენ და ფაქტშერს მეც ქონდა, ოღონდ არა ტურნირზე ეგეთი შემთხვევა 8-0-დან. აი ეს ბურთი მეგობრებო ითვლება, კი, ისევ იმ კუთხეში ჩავარდა. კი, გავუმართლა. 8-0-დან 9-მდე 8-8 გავხდე, მე 2-მდე გავაგზელე და 10-8 მოვიგე. ეგეთი რაცები ხდება პულში, თუმცა მაინც უნდა შევეცადოს მაგან გარშემო. რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა ეცადოს თაკო, რომ აი ესე ძალიან არ მოეშვას. და ნათიას ცირამუას მივესალმები მე ბილიარდის მოყოლს. გვიყურებს ნათია. აი დაწერა თაკოს სუსულა წარმატებები. ბუნებრივია რომ თაკოს გულშემატკივრობს მეგობრები დიდი ხანია. მოგიკითხავ ნათია, ძალიან კარგია რომ გვიყურებ და ბილიარდ ძალიან და რა ვიცი, ბილიარდის მოყვარულებს გოგონებს განსაკუთრებით კარგად. და მე ერთს ვეთქვი ნათიას რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაბრუნდეს ბილიარდში, იმიტომ რომ ძალიან კარგი გოგოა, ანუ კარგი მოთამაშეა და მინდა რომ არ დაიკარგოს მისი ნიჭი. მესმის რომ იქ დრო არ აქვს, მუშაობს და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა მექნება თუ დაუბრუნდები. სასიამოვნო იქნება, ჩემო გოგა. რა თქმა უნდა. თული ბურთი ჩააგდო და არ იმსახურებდა ამას რაც მოვიდა, მე მგონი არ ჩანს გაგა. აჰა. მაგრამ ეხლა შეიძლება ჯამპის ჯოხი აიღოს და ულამაზეს დარტყმა შემოგთავაზოს. იმიტომ რომ ჯამპის მოყვარულია ლოლია. კიდე კარგად აკეთებს ამ დარტყმას, აღტყუნებას. აი ეხლა ფიქრობს, გადაწყვიტავს ეხლა რაკნას. აი ნახოთ აბა. ძალიან ბევრი მაყურებელი. აი ეხლა აკეთებს მოხვევას, მასე ქვია ამ დარტყმას, რომ უხვევს ბურთი ცოტათი. მე მგონი იქ არ უნდა და გადარჩა რო არ ჩავარდა. ნახო თაკოს მაგარი შანსი აქვს, რომ ანგარიში გახადოს კიდე უფრო 5-1 რო გახადოს ანგარიში. კი, უპირატესობამდე მიიყონოს საქმე. ანუ აქ პრობლემები არა აქვს. ღიამაგი და მეტოქის ბურთები არ უშლის, ესეთი კარგი სიტუაცია აქ მარტო შეუულია მღელვარებას რო შეუტანო, ანუ შეუშალოს ხელი. როგორც წაგების, ასევე მოგების სიახლოვეც ბილიარდში ამიჯერეთ უფრო დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე წაგების, რომ ახლოს ხარ მოგებასთან. ფსიქოლოგიური წნეხი. აი ბოლო ბურთის ჩაგდება ხოლმე ყოველთვის რთული, რო იცი რომ უკვე მოიგე ჩემპიონატი და თავრდება ამ ბოლო დარტყმით და ძალიან ხშირად აცილებენ და ვერ აგდებენ ხოლმე ამ ბურთს. ფსიქოლოგიური მომენტია მაგ დროს ძალიან დიდი, მაგრამ ეხლა არც თაკოს და არც ნაიკოს მაგის გამოცდილება არ აკლიათ. იმდენი ბურთი აქვს ბოლო გადამწყვეტი ჩაგდებული, რომ აქ რა მოხდა? ძალიან ძლიერად დაარტყა თაკომ, ძალიან ტრადიციულად კი. აქ მე მგონი ორიანი უნდა ითამაშოს, გაგა თუ არ უშლის ხელს ეს 4-იანი. კი. წყნარად რო ჩააგდოს არც გასვლა უნდა. კომბინაციური ძალიან მარტივია ახლა კუთხეში. კომბინაციის თამაში შეიძლება. ყველაფრის თამაში შეუძლია, უბრალოდ ისე უნდა ითამაშოს, რომ შავთან არ დატოვოს თეთრი ბურთი აცილების შემთხვევაში, სულ უნდა აკონტროლოს შავის პოზიცია. აი ეს ამთავარი. აი ზუსტად მე რაც ვთქვი, ახლა შავთან პრინციპში ეს სათამაშო შავია. გაგა, აი ჩემი აზრით ეს მოსაუბრნელიც იყო, აი როგორც კი დავინახე, რომ თაკო ქვედა ვინც აძლევდა, აი რაში ჭირდებოდა ვინმე მსხეს ის ერთიანი ლუზაში იყო. ესეთი ბურთები, აი შეხედე გამეორებაზეც გვაქვს საშუალება რომ ვუყუროთ. ანუ ის გაირთულა, კი, აი ეს ჩაგდება. ნელა გულისხმობ რა თქმა უნდა. კი. ნელა ჩაგდება, უბრალოდ ეს თავის გაურთულა და როლამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. ვერ დასაჯა. კი, ვერ გამოიყენა ეს კარგი შანსი ჰქონდა ძალიან. რა ვიცი. აი გიორგი ოდიშარიაც გვეუბნება რომ სიმშვიდე რო შემატოს თავის თამაში. როლამ უფრო დაიძაბება ანგარიშიო და ვეთანხმები პრინციპში. ძალიან გაიქცა უბრალოდ თაკო და რა თქმა უნდა ეხლა მოსალოდნელია რომ ღელავს ნაიკო დასვენებაც აიღო საერთოდ. გაუგებარი დარტყმა გააკეთა გაგა. შეხედე თეთრიცაც წაიყვანო.
ხო, ანუ ნაიკოს არ ჩვევია საერთოდ დასვენებების აღება. არ უყვარს ხოლმე რა. და ეხლა აიღო დასვენება, იმიტომ რომ დაჭირდა და ეს იმის ნიშანია, რომ ცოტათი მე მგონი ნერვიულობს. გაგაიაქაც შეიძლება თაკომ უნდა იზრუნოს, რომ თეთრი ისეთ პოზიციაში მიიყვანოს, რომ 4-იანმა გადაკეტოს მისი გზა. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ისეთ მარტივი პოზიციაში აი ეხლა პოზიციური დარტყმა შეუძლია პრინციპში გააკეთოს, შავის, ანუ ამოუფაროს, აი ორიანი თუ რა ბურთია ეს? ორიანის დახმარებით კი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ახაც გამომართა, ნახე როგორ არ ჩავარდა თეთრი თუ აშკარად 4-2 რა თქმა უნდა. ძალიან მარტივ პოზიციაში თაკო ჩქარობს და ის უფრო გასაკვირია, რომ ესეთი როლა, რომელიც ვერ თამაშობს და თავის თამაშს ვერ აჩვენებს, თაკო მეტი სიხშირე და უფრო მეტი სიმშვიდე უნდა გამოიჩინოს. რა თქმა უნდა. აი ხა საერთოდ ამის დარტყმა უნდა, რაც ჩემი აზრით კატასტროფაა. ამ პოზიციაში სუშეტევის სკენარი მომართული გასაგებია, მაგრამ ძალიან კარგი პოზიცია აქვს იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული პოზიციური დარტყმა შემოგთავაზოს, მაგრამ შეტევაზე მიდის ვნახოთ უსურვოთ წარმატება. ჩააგდო. მე დავინახე რომ ჩააგდო, წინასწარ მართალი ხარ გაგა. ზოგჯერ кто не рискует, не пьет шампанское. ხო გაგიგია ეს ქართულად თქვათ შევეცადოთ გაგა და გადათარგმნე. ცოტა მაყურებელი ზედმეტად ახლოს მივიდა მაგიდასთან მგონი ჯობია საჯმარო ისე შენიშნა. კი, აი პირდაპირ უყურებს ახლა და შეიძლება ხელი შეუშალოს თაკოს, მაგრამ არ იმოქმედა თაკოზე რატომღაც ამ მომენტმა ძალიან კარგია. ძალიან კონცენტრაციას ახდენს ბურთებზე და აღარ უყურებს იქ, ვინ უყურებს იქ, ახლოს უყურებს თუ შორს და ეხლა ძალიან დიდი შანსი აქვს მოკლედ თაკოს რომ გახადოს ანგარიში 5-1. თავარი არ იჩქაროს და მიიყვანოს ეს თამაში ბოლომდე. აი ნახოთ რა სიზავს. როგორ გაიყვანს ახლა? მე მგონი კუთხეზე უნდა გაიყვანოს. რა თქმა უნდა, აი, მაგრამ ეს ძლიერია და აქეთა კუთხეში გამოვიდა კი. კარგი გასვლა გამოვიდა, მაგრამ ცოტა ესე არ ქონდა გათვლილი, რა თქმა უნდა, უფრო ნელა უნდა დაერტყა. მაგრამ როგორც ყოველთვის თაკოს უყვარს ეს ძლიერი დარტყმა, კი, ძალა ერთში ძალიან უყვარს ეს ძლიერი დარტყმები. აი ახლა, ნუ აქ საერთოდ არ უნდა იჩქაროს, ძალიან კონცენტრაცია უნდა გააკეთოს ამ ბურთზე. და ჩააგდო მეგობრებო სუფთად ყოჩახ თაკო, ყოჩახ 5-1. კი. მე გითხარი კიდევაც რომ ეს პროგნოზები რომელიც მოდიოდა არ ვეთანხმებოდი, უბრალოდ არ მინდოდა ეს. აი მე მაგას ვამბობ, თულია რა გამოცნობა. 2-0-ის მერე თუნდაც არა 3-0-ის უკვე მე სიმართლე რო გითხრათ მეგონა რომ თაკო მოიგებდა ეს უბრალოდ მარტო იქიდან გამომდინარე რომ ესეთი ცუდი დასაწყისის აღმოფხვრა ფინალურში ესეთ მნიშვნელოვანი თამაში გაგა დამეთანხმების თამაშია რთულია ესეთ დასაწყისის მერე თან ამდენწლიანი პაუზის მერე და ახლა 10 წლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატია და აი ნაიკოსზე ვიტყვი კიდე ორი სიტყვით რომ მართლა ძალიან მაგარ ფორმაშია პირველია რეიტინგში გოგოებში მაგრამ აი ხა მღელვარება თავს იჩენს ახლა უკვე ფინალური ეტაპი აქ უკვე ტიტულზე მიდის თამაში არა მხოლოდ ისე ჩემპიონატია და აი მღელვარება მიჩინა თავი და ძალიან გაექცა მოკლედ თაკო წინ ჩვენ საერთოდ მაყურებლები ვინც გვადევნებს თვალყურს ყოველთვის ჩვენ სტრიმებზე მიჩვეულია ამ ორი გოგოს ფინალურ ეტაპს ხოლმე და სულ ისეთი მატჩები მიდის რომ აი სულ დაძაბულია 1-1 2-2 აი ესე მიდის ხოლმე მაგრამ ახლა რატომღაც აი ესე თაკო გაექცა ძალიან წინ და ერთი მოგება გამარჯვება აშორებს თაკოს რომ გახდეს საქართველოს ჩემპიონი მაგრამ მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ წეღა როგორც თქვი შეუძლია ნაიკოს მოატრიალოს ეს მატჩი თავარია აიყვანოს ხელში თავი და გააკეთოს თავის საქმე და არ იჩქაროს და არ ინერვიულოს რა. აი მას უსურვებდი მე ნაიკოს. კუთხეში ჩააგდო, კაი გაყვანა, ცოტა ახლოს მოვიდა გაყვანა მეგონი ბურთთან და მაინც თამაშება. კი, რა თქმა უნდა, თამაშდება. აი დადის იქიდან შეხედა, აქედან შეხედა და აი
სხვა ბურთი არიჩია საერთოდ გაგზელება. კი. ქვედა ტრიალით. კარგად ჩააგდო, გაყვანაც მშვენივრად გააკეთა კუთხეში. ნუ პრობლემას რაც შეეხება, ერთადერთი პრობლემა აქვს აი ეს მწვანე ბურთი ჭრელი, რომ მიწებებული არის 5-იან ბურთს. ერთადერთი ეგაა პრობლემა, მაგრამ მარცხენა კუთხეში მაინც ვარდება ეს ჭრელი ბურთი, უბრალოდ უნდა მოიყვანოს. ჩემი აზრით, ჭრელი ბურთი რომ მოვარტყას ამ 5-იანს, აი ეს მიწებებული ბურთი შეიძლება კუთხეში წავიდეს, მე როგორც ვხედავ აქედან, კარგად უყურებს კუთხეში. კი, ეგეც შეიძლება. და ამ ბურთით შეიძლება და ეხლა ეს რო ჩაეგდო და გაეგურებინა. მივხვდი, რასაც ამბობ, კი. მე მგონი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა. აი ხა კი 15-იც არ გადის მე მგონი. აი ლუკა ჯაშმა დაწერა, რომ სად შეიძლება ეს ქართული კიები შევიძინო, ჩვენ ლექსოზე რო საუბრობდით წეგან. მოდი მაშინ ესე ვქნათ ლუკა, რომ აი ქვევით ტიტრები რო გადის, მეტროპულში შეგიძლია პრინციპში ახლა რეჟისორი მანიშნებს, რომ შეგიძლია მობზანდე მეტროპულში. ნახე რა ფანტასტიკური დარტყმა შეასრულა, ბოდიში გაგარო შეგაწყვეტინეთ, ჩააგდო ეს ბურთი და დაშალა თაკომ. აი ხა აქ შუაში კი ძალიან რთულია, მაგრამ შუაში შეუძლია რომ გააგოროს ეს 15. ხო. და აი ბოლო ბურთზე გავიდეს, რომელიც შემდეგაც შავის და ძალიან ზუსტად უნდა კი, მაგრამ მე მგონი არაფერს არ კარგავს ეს. რა თქმა უნდა, ძალიან ნელა უნდა დაარტყას, ძალიან. კი. და მოდი ვეთყვი, რომ აი მეტროპოლში თუ მობზანდები, აქ გეტყვიან თუ სად შეიძლება შეიძინო ეს მოკლედ ქართული კიები და ასე შემდეგ. ეს და დღეს ჩვენ ვთხარით. ნუ რთული იყო ეხლა, მოდი დამეთანხმები, იმიტომ რომ ამ კუთხით, აი ხა შუაში, ანუ ძალიან შეგიძლია ძალიან რთულია. რა თქმა უნდა. ნახოთ, აბა ლოლა გამამხნევოთ. აუცილებლად, კი. მგონია რომ შეუძლია ლოლა შესწევს ძალა რომ კარგად ითამაშოს და წარმატება უსურვოთ. აი ხა ძალიან მინდა რომ მოიგოს ნაიკომ აი ეს პარტია. აუცილებლად არ არის მარტივი და რა თქმა უნდა მარტივი არ არის, მაგრამ აღარ აქვს უკვე იმის აცილების უფლება უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ ერთი მოგება აშორებს თაკოს გამარჯვებამდე წარმოიდგინე. ნუ ყველაფერი უნდა ჩადოს მოკლედ აი ამ ხელში ახლა ნაიკო. მე მგონი შუაში აპირებს ამ ბურთის გადაჭრას, ან შეიძლება პოზიციური დარტყმა აირჩიოს, არ ვიცი, აი ვიხდები ხა, მე მგონი, ხო, პოზიციური დარტყმა აირჩია. არ გარისკა, მაგრამ ხო, ანუ გადის ის ჭრელი. გაუმართლა ის, რომ ეს 5-იანი ამოვიდა ისეთ პოზიციაში, რომ ბოლო ბურთზე გასვლა ძალიან გართულდა. აი ხა მე აგიხსნით, აი ამ შემთხვევაში, ახლა მოუწევს თაკოს მე მგონი, აი 15-იანის კუთხეში ჩაგდება ესეთ ძალიან შორი ბურთის დარტყმა და ძალიან რთული გაყვანის გაკეთება მოუწევს, იმიტომ რომ იქიდან უნდა მისცეს უკანა ტრიალი, რომ უკან წამოიყვანოს ბურთი, ეს არის ურთულესი და ძალიან ძლიერი ჭირდება ამისთვის. აი ზუსტად მაგას აკეთებდა და ძლიერი დარტყმის დროს, როგორც ყოველთვის, ხელი ექცევა ხო ადამიანს და იმიტომაც ააცილა ეს ბურთი. ურთულესი შესასრულებელი იყო ნამდვილად და ნაიკოს კიდევ ერთი შანსი აქვს, რაც მახარებს რომ მოვიდეს მაგიდასთან და რაღაცა შეცვალოს ამ თამაშში, რა თქმა უნდა. ეხლა ანუ ჩასაგდები ბურთი ეხლა ამ პოზიციიდან ისეთი ადვილი არაფერი არ აქვს, მე მგონი შუაში თუ არ გადის 5-იანი. არ გადის. და მე მგონი პოზიციურ თამაშს ითამაშებს, კი. და აქაც ცოტა ცუდად ითამაშა, იმიტომ რომ ეს ჭრელი ბურთი არ უნდა გამოუჩინოს საერთოდ პოზიციურ თამაშში. ორიანთან შეიძლება ბურთზე თამაში და ორივე ბურთს 6-იანი და 4-იანი საშუალებით ორივე ბურთის კი ბატონო. დაკეტვა შეიძლება. კი. მე ამას თავიდან გაირთულა, კი. აცილა თაკოც ნერვიულობს ახლოს ხდება რომ ახლოს სანუკვარ მიზანთან და ეგეც არის მართალია. მაგრამ ხო გამოაგდო ეხა ეს ჭრელი ბურთი, მაგრამ აი ალყაშია. თლიან ბურთების ალყაშია მოკლედ ეს ჭრელი ბურთი თაკოსი. ეხლა ნაიკოს მინდა რომ დაამთავროს ეს პარტია, აი ძალიან მაგრამ ნახოთ აბა.
თან საინტერესოა რა არის ქალების ბილიარდი, ქალთა ბილიარდი. როგორ გაუჭირდა კაციასთან თაკოს გამარჯვება, ახლოს იყო დამარცხებასთან. კი, ნაღამ წააგო, ანუ გადამწყვეტს. შემდეგ გაიხსნა ესე ჟარგონზე რო თქვა და ფინალში აშკარად უკეთ ითამაშა ვიდრე ნახევარფინალში. მაგრამ თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯორჯან ვერ ითამაშა თავის თამაში ფინალში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ეს ჩემი აზრით იმის ბრალიც არის, ჩემო გაგა რომ აი შესვენება მოუწია მისთვის მე მგონი საქართველოს ჩემპიონატი. ესეც არის, მაგრამ აი შესვენებამაც ალბათ უარყოფითად იმოქმედება. შეიძლება. თაკო ტონუსში იყო. კი, თან ხო ეს დასვენება ხო სწორად ამბობ, აი ეს ნახევარფინალი პირველი ნაიკომ ითამაშა და მოუხდა მერე ლოდინი მეორე ნახევარი. კი. აი საერთოდ ჩაუკეტა ეხა ეს ჭრელი ბურთი, ალყაში ყავს, ხაფანგში ყავს მოკლედ გამომწყდებული. აი ჩემი აზრით, შემას მოგახსენებთ, აი ეს 15 უნდა შეეცადოს, რომ მარჯვენა ჩვენ კუთხესთან მოაგოროს და არა ჩააგდოს. აი ეს სხვა რომ ისეთი უკეთესი ვარიანტი არა ხო, ძალიან რთული პოზიციაა. საერთოდ ესეთ პოზიციაში რთულია, რამის რჩება. აშკარად პოზიცია წაგებული აქვს თამარ ჯგარკავას. მაგრამ რომ ჩააგდოს ეს ბურთი, ანუ გაგრძელება არ არის, იმიტომ რომ მე მგონი აი პირველად დამიჯერა თაკო მთელ დღეზე და გაიგო ხო? დარტყა ის, რასაც ფიქრობდი, აი ეს ტაქტიკურად გამართული დარტყმა იყო. ნუ ნაიკოს ახლა პრინციპში ხუთიანი აქვს სათამაშო, თუ შეუტია, მაგრამ გაგრძელება არ შეუტიოს მაინც. გაგა 4-იანი. არ უნდა ჩააგდოს. იშლება მე მგონი, ახლა აქ შეიძლება დაშლი თამაში, აი. დაიშალა კიდევაც ოღონ აუ საერთოდ არ გაუმართლა ეს ძალიან არ გაუმართლა ძალიან არ გაუმართლა აი ისეთი კუთხიდან შავარდა ეხა ეს თან დაიშლილზე ჯერი ბურთებს გაკრა ბურთებს გაკრა ხო აქ არ გაუმართლა მოკლედ თუმცა საინტერესოა აქ რისი გაკეთება შეუულია პენლით საერთოდ ნეტა ეს მე მგონი ეს ბურთი გადის მაგრამ გასვლა ალბათ შვედავინტით უნდა გააკეთოს გაგა უკან წაყვანა უნდა გააკეთოს ერთი ბურთი თუ გადის აი ეს მაინტერესებს აქედან ხედავ რომ გადის მე და რახან დადო ესე გადის რა თქმა უნდა თუ გადის, ანუ ეხლა გეტყვით, რომ უკანა წაყვანა, აი კედელს უკან უნდა დააბრუნოს, გაარტყას და წამოიყვანოს ჭრელ ბურთზე, აქეთ ამოიყვანოს. აი კარგია თუ ბევრი არ არის. ტრადიციულად ბევრი მოვიდა და დაიმალა? დაიმალა. აი ხა თაკოსაც ცოტა არ გამომართლა, რომ დაიმალა. მაგრამ იმის ბრალია, რომ ძალიან ძლიერი არ უნდა დაერთო. აი გაგას ეს იმის ბრალია, გაგა უბრალოდ ძალიან უფრთხილდება თავის გოგონებს, მეც რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა პენლიდან აი აქ დამალვა რა ვიცი აბა. ნუ ძლიერ დაარტყა და რა თქმა უნდა დასაჯა მაგიდან არ ჭირდებოდა ნამდვილად ესე ძლიერ დაარტყა. ესე ახლოს იყო თაკო, ეხლა ვნახოთ. თაკო საერთოდ ამ აღტყუნებას არასდროს არ ხმარობს ეფრენ რეიესი ვიტარი კი ბატონო. და ეხლა ორი კედლის გამოყენებით ცდილობს აი ბურთის გარტყმას და შეიძლება ჩაგდებასაც კი თუ დანიშნოს. ეს ცოტაა გაგა ხო მე მგონი ეს ცოტა. მაგრამ ახალ მაუძე ვერ გაიგებ ცოტა თუ ისე ასე არის ხო არა ცოტა ნამდვილად ცოტაა კი. აქედან ხედავდი რომ კი ბატონო. ნუ ეხლა ნაიკოს აქვს კიდევ ისეთი მაგარი შანსი აქვს ეხლა ეს უნდა გამოიყენოს ნამდვილად რა და აღარ უნდა მისცეს შანსი უნდა დასაჯოს. შეხვედრის თავმა მსაჯმა ლექს ვარმასიამ მიაწოდა ხელში ბიტოკი, ანუ ბოდიში გამთამაშებელი და ალბათ საერთოდ ეხლა ლოლა უფრო ჩემთვის მაგალითად გამართულად თამაშობს, ანუ სწორ არჩევნებს აკეთებს. მაგრამ ცოტა შესრულებაში დღეს აშკარად მოიკოჭრებს. ხო, ნუ ნერვიულობს რა. რა თქმა უნდა ესეც მიზეზი. ეხლა მგონია რომ 6-იანი უნდა დაარტყას გაგა. კი, გეთანხმები 6-იანი კიდე ირთულებს ახლა უბრალოდ რა. შეიძლება აი კიდე კაი შეცვალა გადაწყვეტილება. უბრალოდ უკანატრიალად ოდნავ წამოიყვანოს უკან, კუთხეც რო დაიდოვოს. აი დათო დავითაშვილიც ყველა დარტყმას ოდნავ ძლიერად ასრულებსო. თაკოზია საუბარი რა თქმა უნდა. არა, მაინც კუთხეში არ ტყავს და ირთულებს პოზიციას. ანუ იმედია არ დაიმალავს თავის, მაგრამ აცი და რა ვიცი. რატო გააკეთა ახლა ეს არ ვიცი. აუ ლოლაც ნერვებია, ნუ აი პირდაპირ ხო ეთყობა ახლა პირდაპირ, რომ როგორ ნერვიულობს. აი იცის რომ ერთი გამარჯვება უნდა, ერთი მოგება უნდა თაკოსთან, რა თქმა უნდა და ახლა წავაგებ, ანუ ეგ მდგომარეობა აქ ახლა და ძალიან რთულია ეგეთ მდგომარეობაში თამაში. თაკოს აქ ის რომ ახლა მოვიგებ და რამხელა დაარტყა ხო ნახე. ჩააგდო რთული ბურთი. აქ რაღაცა დადგება. კი, გავიდა ძალიან კარგად გავიდა და მე მგონი აი ახლა ზუსტად რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის მისთვის გადამწყვეტი ბურთი და აი ვნახოთ როგორ მე მგონი არა მგონია რომ აცილოს და ესე დროს ესე დანგარიზე და მიულოცავ თაკოს გახდა საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი
ქალთა შორის გილოცავ თაკო ნაიკო შენს გილოცავ არა უშავს მეორე ადგილიც კარგია მადლობა ყურადღებით კაი თამაში იყო მე მგონი ცოტას ნერვიულობდი ხო ნაიკო можешь пару слов сказать нет მოკლედ ეხლა გვექნება დაჯილდოვება მეგობრებო თამასიძე სადა ხარ თამასიძე მოდი დაჯილდოვება გვაქვს მოკლედ მიულოცოთ თაკო ჯღარკავას გამარჯვება გილოცავ თაკო ძალიან კარგად ითამაშეთ ორივე მალადეც დიდი მადლობა ასევე ლექსო ალმასიას კარგი არბიტრობისთვის ასე ვთქვათ და ეხლა მესამე ადგილებს დავაჯილდოვებთ გადავცემთ პრიზებს კი ასევე სპონსორებსაც მინდა თხოვო რომ დააჯილდოვონ ანუ მესამე ადგილოსნებს ჩვენ კომენტატორები მიდი დავაჯილდოვოთ მოდი მესამე ადგილი დაიკავა რუსკა მისირელმა ერთ-ერთი და კაცა ხმელევსკაემ ავტომატურად ორივე არის მესამე ადგილი მიულოცოთ ოჩახ გოგოებო და ასევე მეორე მესამე ადგილი კაცა ხმელევსკაია გილოცავ გოგო ხარ ძალიან ოჯახ ესეც აბათ შემდეგ გადავინაცვლოთ მეორე ადგილზე მეორე ადგილი დაიკავა ნაიკო ლოლამ გილოცავ აი ჩვენი სპონსორები დააჯილდოვებენ მათ დიდი მადლობა და ბოლო ანუ პირველი ადგილი დაიკავა თაკო ჯღარკავამ კიდევ ერთხელ გილოცავ გახდა საქართველოს ჩემპიონი და წარმატებებს გისურვებ მომავალში სუმინდა რომ გამარჯვებული ყოფილიყავ სარს მადლობა შენს მადლობა